შუადღე TV3-ზე დასკვეთი ნაწილით ბრუნდება პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ მომღერალს, მსახიობს და ძალიან ნიჭიერ ადამიანს ლევან გვაზავას და ასევე მის მეგობარს, მუსიკოს არტურ სტეფანიანს. ასე რომ გვექნება საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებითი დასკვეთი ნაწილი. მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით მომბრძანებისთვის და ვახსენე რომ მსახიობი მომღერალი. რომელი ხარ უფრო? ჯერჯერობით არ ვიცი, იმიტომ რომ მსახიობი წონის უფრო, იმიტომ რომ თეატრში მუშაობ მაინც. თუმცა საკმაოდ წარმატებული მომღერალი ბრძანდები და მოდი გითხარი როგორ მოხდა შენ ცხოვრებაში ეს ცვალება და პრაქტიკულად სცენიდან გადაინაცვლე უბრალოდ ესტრადის ხო, აი ესე ვთქვათ. როგორ თეატრის სცენიდან გადაინაცვლე ესტრადის? ნუ ახლა სცენაზე საბავშვობიდან მდგავარ, ის რა ქვია, თეატრის სცენაზე, მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გავიზარდე. მაშინ რუსული დასი იყო ჯერ კიდევ, ანუ ორ ენაზე ვთამაშობდი. სულ მინდოდა სიმღერა, რა თქმა უნდა და ეს არასოდეს არ მქონდა საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მუსიკოსი მეგობრები მყავს, როგორც არტური. რაღაცებს წერდი ხოლმე ჩემთვის, მაგრამ აი ესე ფართო მასისთვის რასოდეს ვერ მოვაგვერე და საბოლოოდ, ნუ ჩემთვის გამოჩნდა პროექტი ახალი ხმა, რომელმაც მიშველა. ახალი ხმის მერე იყო რაღაც პატარა ჩავარდნა და მერე X Factor-იც მხოლოდ იმიტომ, რომ აი კონცერტები მომენატრა, ამ თვალსაზრისით მივედი ამ მეორე პროექტშიც და აი ესე ნელ-ნელა ან ზოგადად თუ გქონიათ მაგალითად იგივე ადრე, როდესაც გამოდიოდით თეატრის სცენაზე, თუ გქონიათ სურვილი, რომ აი კეცადათ ყოველთვის აი ზოგადად ყოველთვის მინდოდა მიუზიკლებში თამაში. აი ეს სურვილი დღემდე მაქვს, თუ კი ოდესმე რაიმე დაიდგმევა ესეთი მიუზიკლი, დიდი სიამოვნებით მივალ კასტინგზე და დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. და აი მაშინ სანამ სასიმღერო თემაზე გადავალთ, როგორც ჩანს, მიუზიკლში ჯერ არ გითამაშია, ხო? არა, სამწუხაროდ. თუმცა რომელია მაშინ გამორჩეული როლები, როგორც მსახიობი ეს მოგვიწევი? არ ვიცი, არ ამგონია ხა ჩიკაგო დადგან, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ჩიკაგოში რაიმე ბიბიშლის, მაგრამ არ გითამაშია იმაზე ვთქვათ მაშინ? იცით რა, ესეთი რამეა, მე ვთამაშობ ბავშვებისთვის, ეს კიდე ცალკე სხვა სპეციფიკაა, ჩვეულებრივი დრამატურგული მსახიობისგან განსხვავებით, ამიტომ ცოტა რთულია ესე თქმა. თუმცა საბავშვო მიუზიკლები, როგორც ასეთი თუ შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ზღაპრები ყოველთვის მაინც ზღაპრებს თან ახლავს მაინც მუსიკა. ძალიან ბევრი მოზარდ-მაყურებელთა ძალიან ბევრი მუსიკალური სპექტაკლი მაქვს ნათამაშები და არ მარტო ნათამაშები, ჩაწერილიც კი მაქვს ბევრი სპექტაკლებისთვის ხმა და რა ვიცი. აი რა ვიცი ახლა ყველაზე პატარებისთვის ალბათ ესე კალაბოკი იდებისთვისაც რომეო და ჯულიეტასთვის მაგახმოვანებული ძალიან ბევრი რამე, ესეთი სპექტაკლი იყო მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. ეხლა სხვა სპექტაკლია, ანუ დღეს თუ ასე ვთქვათ თუ იდგმება აი ახალი საინტერესო და განსაკუთრებული თქვენი შესრულებით მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. იცით რა, მე რაღაც პერიოდი ძალიან პასიური გავხდი თეატრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ მუშაობ, უფრო ჯერჯერობით მაინც რუსულ ენაზე მიწევს თამაში, იმიტომ რომ რუსულ დასში სიმცირეა, ორი დასია მოიხსენებათ გაერთიანებული თეატრში და ამიტომ მაინც ცოტა სპექტაკლებში აი ცოტა ხნის წინ გამოუშვით სპექტაკლი გურამ ბრეგაძის სამეფო ძროხა ესე ქვია, ზღაპარი დიდებისთვის, სადაც ვითამაშე პრინცი, ნარცისი პრინცი. ერთადერთი პერსონაჟია სხვათა შორის რომელიც არ მღერის. სპექტაკლში სპეციალურად შეგირჩიეს ხო? კი, სპეციალურად გააკეთა მართლა რეჟისორმა. საინტერესოა. კარგით, მოდით მაშინ სიმღერაზეც ვისაუბროთ. ზოგადად როგორც ეხა ჩემთვის უცნობია და თავადაც ახსენე, ახალი ხმიდან მოხდა პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე და იქ გაგიცნო, თქვათ ასე, ზოგადად ფართო საზოგადოება, ხო? მოდი გაიხსენე ის სიტუაცია, მე კარგად მახსოვს ყველა ის ადამიანი ვინც იქ და ჟიური იყო თქვათ ასე 4 ადამიანის გაშენებული 5 იყო მწვრთნელები 4-ის მოწოდება დაიმსახურა და 4-ის სურვილი იყო რომ მათთან გემუშავიყავი. გადააირჩიეთ ნინო ჩხეიძე ესე მახსოვს ხო? კი, ავირჩიე ნინო ჩხეიძე, ამას თავისი ახსნა აქვს, ესეთი ეს იყო აბსოლუტური სტრატეგია იმისათვის რომ მოუხდრილიყავი ფინალში, იმიტომ რომ ყველგან უკვე მოგეხსენებათ შოუ როცა იწერება, ის პირდაპირ ეთერში არ გადიოდა თავიდანვე, ანუ ლაივ კონცერტები იწყებოდა მოგვიანებით. შოუს ჩაწერისას იყო 3 დღე ჩაწერის. და მე აღმოჩნდი ფინალში, ანუ მესამე დღეს ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი ვიყავი. და იმის გამო რომ ბოლო გამომსვლელი ვიყავი, უკვე ვიცოდი ვინ სად როგორ მოახერხა წასვლა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვესწრებოდი ჩაწერებს და მივხვდი რომ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ის იყო რომ მე მომხდარიყავი ფინალში, ამისათვის კი ავირჩიე ნინო ჩხეიძე. ზუსტად ეს იყო ჩემი მთავარი სტრატეგია. თუმცა გაგიმართა რომ 4-ე მოტრიალა და შეგიძლიათ თავად დაგირჩიო. 4-ივე შემეძლო სტეფანე დღემდე განაწილებული მყავს ამ თემაზე. მაგრამ აი რატომ რა მახსოვს რომ ძალიან ესე წამყვანით საუბრობდა, მაშინ ძალიან თავდაჯერებულიაო ლეონიო და გჯეროდა რომ მართლაც იცით რა, ეხა ხო იცით შოუს
ამბავი. შოუში ბევრი რამე ითქმება, ბევრი რამე არ ჩანს, ბევრი რამე ისე არ ჩანს. არ იყავით თავდაჯერებული? იცი ზოგადად სცენაზე თავდაჯერებული ყოველთვის ვარ, იმიტომ რომ თუ გავდივარ სცენაზე, უნდა ვიყო თავდაჯერებული, იმისათვის რომ მე სხვას მოეწონოს ის, რასაც ვაკეთებ. მაგრამ აქ შევეჩეხე სხვა პრობლემებს. აქ შევეჩეხე იმას, რომ არავის არ აინტერესებდა მარტო სცენაზე როგორი ხარ, აინტერესებთ როგორი ხარ ცხოვრებაში და ცხოვრებაში ყოველთვის ისეთი ვერ ხარ, როგორიც ეკრანზე. ამიტომ რამდენად თავდაჯერებული ვიყავი, არ ვიცი, ეს მე უკვე ალბათ მაყურებელმა გადაწყვიტა თვითონ. აი, რა დაგაგდა მაშინ მე იმისაც რომ საბოლოო გამარჯვებაც მოგეპოვებია პროექტში. იცით რა, არ იყო უკვე ჩვენ მე ისე განვითარდა სიტუაცია, რომ კი რა თქმა უნდა, ხა იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მოგება არავის არ უნდა. მოგება უნდა ყველას, იმისთვის მიდიან ამ შოუში. მაგრამ უკვე არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის აღარ ქონდა, იმიტომ რომ ეს შოუ გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში, დავიღალეთ სულ ყველა. ვცდილობდით, რომ რაღაცა კარგი გაგვეკეთებინა სცენაზე. არავინ არ ფიქრობდა იმ წუთში მოგებაზე. მოგებაზე უფრო აი მე აზრზე მოვედი უკვე ბოლო ტური რო იყო, იმიტომ რომ ბოლო ტურზეც ვიყავი მიწვეული უკვე არ როგორც კონკურსანტი ვღეროდი და სულ სხვა სიტუაცია იყო. ასე რომ რა დამაკლდა, ალბათ მე პირადად დამაკლდა ის, რომ ვერ ვიმღერე ყველაფერი ის, რისი სიმღერაც მინდოდა. აი მე რაც მინდოდა ის ყველაფერი რომ მომღერა, შეიძლება ცოტა სხვა რეზულტატი მქონოდა, თუმცა ამაზეც არავის არ უჩივი, ეს არის შოუ და ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ თავდაჯერებულობაზეც, ნუ აი, რამდენად თავდაჯერებული ვარ? ნეტა მართლა ვიყო ეგეთი თავდაჯერებული, როგორც იქ ჩანდი სიუჟეტში. შემდეგ როგორ გავითარდა კარიერა ამ კუთხით? ამ კუთხით განვითარდა კარგად, იმიტომ რომ თეატრის ხელმძღვანელობამ და დიმახ თვისიაშვილმა, ჩვენმა მმართველმა შემომთავაზა სოლო კონცერტის გაკეთება. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. არ მქონდა ბევრი სიმღერა, ალბომის ჩაწერის პროცესი მიდიოდა და ეხლაც მიდის ეს ალბომის ჩაწერის პროცესი და ამიტომ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ შევაგროვე რაც შეიძლება მეტი ქავერი, რომელიც ჩემთვის ახლოს იყო ასეთი ქავერები და გავაკეთე პრეზენტაცია ორი ახალი სიმღერის, ერთ სიმღერა თიკა ჯამბურიასთან ერთად ჩავწერე, რაც ეხლაც ტრიალებს რადიოებში. და აი რაღაც ესეთი კონცერტი პრეზენტაცია გამომივიდა, თან თეატრალიზირებული, თან მოცეკვავებით, ეს ყველაფერი მეგობრების დახმარებით, რა თქმა უნდა. და აი რაღაცა საინტერესო იყო. ამის მერე ჩემ და სამწუხაროდ ჩავარდა ყველაფერი, იმიტომ რომ არაფერი არ ხდებოდა მოგეხსენებათ, ხდებოდა მარტო რაღაც პატარ-პატარა კონცერტები თვეში ერთხელ, რაც სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რეალობაა ჩვენს ქვეყანაში. შემდეგ აი X ფაქტორი როგორც კი გამოჩნდა კასტინგის, რო გავიგე რომ კასტინგია, გამიხარდა ზუსტად ამ კუთხით. თან როცა უკვე შოუ გამოვლილი ხარ, უკვე რაღაცებზე პრეტენზია ნაკლებად გაქვს და უკვე იცი რომ ნეტა აი ლაივებზე მოხდე და იმღერო აი ამ უღამით მივედი რუსთავიორში და ნუ სამწუხაროა რომ ცოტა ადრე მომიწია დატოვება, პირველ ლაივ შოუზე ვიმღერე და მე უკვე წამოვედი. მაგრამ მაინც მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ გამახსენდა კარგია როცა შოუში მონაწილეობდა, საერთოდ მსახიობი და ამ შემთხვევაში მომღერალი უნდა იხარჯებოდეს სცენაზე, რაც შეიძლება მეტი, რაც სამწუხაროა ჩვენთვის რომ არ ხდება. ესე იგი, ანუ მაქსიმალურად ვცდილობ გამოიყენო ყველა ეს რესურსი, რაც შეიძლება წარმოიქნას. რა მაინტერესებს? მახსოვს რომ აი მაშინაც, როდესაც ახალი ხმა იყო, ესე იგი გამოდიოდი, მაშინაც ჰქონდა სურვილი, მაშინაც ახსენე რომ გინდოდა ალბომის გაკეთება. და დღემდე ამბობ რომ ეს ალბომი არ დამთავრებულა. რა გიშლის ხელს და როდის ველოდოთ ბოლო-ბოლო ლევან გვაზავას ალბომს? ნამეტარი მტკინეულ თემას შეეხეთ ახლა. ანუ როგორ რაღაცა სინამდვილეში ალბომს ვაკეთებ ჩემი მეგობრების დახმარებით. არის ასეთი სტუდია Vinyl Sound, რომელიც შეიქმნა უკვე დიდი ხანია, უბრალოდ პრეზენტაცია მოხდება ცოტა ხანში ახლა. და იქაური ხმის რეჟისორები თუ მუსიკოსები ყველა მეხმარება, ძალიან დიდი შექება მივიღე რომ მარცხილაძისგან, ამასთან დაკავშირებით ჭაბუკა ამირანაშვილისგან და აი რაღაცა ერთი დახმარებით, ამდენი ხალხის დახმარებით, წერ აი არტურიც სავარაუდოდ კი არა და ალბათ ჩაწერს უკვე იქ რამდენიმე ჩემთვის აკუსტიკურ ვერსია სიმღერების რაც იქნება და მე ვფიქრობ რომ 2015-ის შუა პერიოდში 2015 წლის პრეზენტაციას გავაკეთებ აუცილებლად. ძალიან კარგია, დარწმუნებული ვარ რომ მოკლედ საინტერესო სიმღერები იქნება შესული ამ ალბომში. ერთ-ერთი შეგიძლია ჩემი არის ყველა, ჩემი საავტორო სიმღერები, რომელსაც ჯერჯერობით არ უმღერი, იმიტომ რომ არც ერთი არ არის. არ ვანახე, ალბომას მედიებ. არა, სამწუხაროდ, თუმცა ქავერების წინააღმდეგი ვარ ხოლმე, მაგრამ დღეს უფრო ქავერი მოვიტანე მაინც. კარგი, მაშინ პირველად მოგვეცი რომ არ ვიცი, ანუ პრეზენტაციისას ერთ-ერთ სიმღერას ყოველ შემთხვევაში გააჟღერო პირველად ჩვენთან. აუცილებლად. შევთანხმდით. დიდი სიამოვნებით. კარგი, მაშინ ეხლა რაიმე ისიც არ მოგვიდგინე უფრო როგორც შეიძლება ქავერი, ხო? გადმოტანილი. მე რა სიმღერაში შემოგთავაზებ, ისიც გითხარი. თუ გაქვს რაიმე თამბაქოს საწინააღმდეგო რაღაც გავსჭრილში და დღეს უთფობთ. აი ზუსტად ამიტომაც შევცვალე აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი რომ უკვე რაღაცა სხვა თემა უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა რომ თამბაქოს თემა
აქედან გამომდინარე შევცვალე სიმღერა და დღეს წარმოგიდგეთ მაიკლ ჯექსონის ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია სიმღერას Men in the Mirror ზუსტად იმაზეა სიმღერა რომ როგორ უნდა შეიცვალოს სამყარო და როგორ უნდა შევცვალოთ ეწევდი მე ვიცი ეხა არ ეწევი მე და არტური ვართ სრულიად არამწეველი არასოდეს არ ეწევდი და თქვა და იმიტომ გამიკვირდა დღევანდელი თქვენი თემა ძალიან კარგია ჩვენიერი პროპაგანდა ესეთი ადამიანები ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრებით მოკლედ შევცვალოთ სამყარო მოკლედ საუკეთესო უკეთესობისკენ აბა გისმენთ Gonna make a change for once in my life. It's gonna feel real good, gonna make a difference, gonna make you right. As I turn out the car on my favorite winter coat, the sweetest love in my mind. I see the kids in the street with enough to eat. Who am I to be blind, pretending not to see their needs? A summer's too sweet, God, I'm broken by the top, and one man's soul. They follow each other on the way, you know. 'Cause they got no place to be. That's why I'm starting with me. I'm starting with the man in the mirror. I'm asking him to change his ways. And no message could be any clearer. If you wanna make the world a better place, take a look at yourself and make that. I'm starting with the man in the mirror. I'm asking him to change his way. And no message could be any clearer. If they wanna make the world a better place, take a look at yourself and make the change. You gotta get it right, you gotta got the time. You can't close your mind with a man in the mirror. I'm asking him to change his way. And no message could be any clearer. If you wanna make the world a better place, take a look at yourself and make that change. Na 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 na. I'm gonna make a change. Bravo. კარგი იყო მოკლედ შევცვალოთ ცხოვრება და არასწორი გზა ცხოვრების. მოდი მომავლის გეგმებზეც გითხარი, უახლოეს გეგმებში ალბომი გასაგებია 2015 წლის შუა წელს, ასე ვთქვათ. ჩვენ ველოდებით უკვე შენ ალბომს. ალბომთან ერთად ველოდებით ორ ვიდეო კლიპს აუცილებლად. ძალიან კარგია. რომელიც ჩემ ნარჩევ სიმღერებზე იქნება. ანუ სიმღერა არის უკვე წინასწარ შერჩეული. ალბომში შედის 8 სიმღერა, აქედან 2 იქნება აუცილებლად ვიდეო კლიპით. უკვე წინასწარ არის შერჩეული? კი, უკვე არის შერჩეული, ჩემსა და ჩემს მეგობარ პროდიუსერებს მიერ. საინტერესო არის, რომ იქნება უფრო მხატვრული სახის და არა ჩვეულებრივი ვიდეო რგოლი. ითამაშებენ ძალიან ცნობადი სახეები და არაცნობადი სახეებიც და ბავშვებიც. და ნუ აი რა ვიცი, აუცილებლად მინდა გავაკეთო პრეზენტაცია, კონცერტი, ოღონდ ეს იყოს ასევე თეატრალიზირებული. საინტერესო იქნება. თეატრის კუთხით? თეატრის კუთხით მელოდება რეპერტუარში კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი, რომელიც გამოვა, არ ვასახელებ სპეციალურად. და რა ვიცი, ვნახოთ, იქითკენ არ ვიცი ჯერ კიდევ. თავარია რომ ეხლა კონცენტრირებული ვარ ალბომზე ყველანაირად. ერთი რიგში. მოკლედ წარმატებებს გისურვებ და ყოველ წარმატების შემდეგ გეულდებით ჩვენ სტუდიაში მანამდე, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ლევან გვაზავა, მომღერალი, მსახიობი და მისი მეგობარი მუსიკოსი არტურ სტეფანიანი. ასეთი გახდა დღევანდელი შუადღე TV3-ზე, ჩვენ საინტერესო თემებით უკვე დაგიბრუნდებით ხვალ. გემშვიდობით.